მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე მე ვარ მიშო. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ასე ვთქვათ განსხვავებული ტოპი და ეს ტოპი შეეხება ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებულ თამაშს. ანუ თამაშები რომელთა შექმნას დაждდა ყველაზე ძვირი ჩემო მეგობრებო. და თუ ეს ვიდეო დააგროვებს ასე ვთქვათ 20 ლაიქს ჩემო მეგობრებო, მე შემოგთავაზოთ ახალ ვიდეოს, ანუ მეორე ნაწილს ამ ვიდეოებისა და წარმოგიდგენთ კიდევ უფრო კარგ თამაშებს და მათი ასე ვთქვათ შექმნის ბიუჯეტებს. დავიწყოთ ჩვენი ტოპი. პირველი თამაში ეს არის Destiny. ჯამში თამაში დაიხარჯა დაახლოებით 501 მილიონი დოლარი. აქედან 140 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე. ხოლო 361 მილიონი დოლარი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე ჩემო მეგობრებო, რაც ძალიან გასაუგნარი ესე გასაოცარი თანხებია, როგორც ხედავთ. მეორე ადგილზე გავიდა თამაში Call of Duty Modern Warfare. ჯამში თამაში დაიხარჯა დაახლოებით 276 მილიონი დოლარი. 76 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე, ხოლო 200 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე ჩემო მეგობრებო, რამაც Call of Duty Modern Warfare გახადა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შუთერი თავისი დროის, რა თქმა უნდა. შემდეგი თამაში არის სახელწოდებით GTA 5, რა თქმა უნდა, ეს არის გაყიდვების ბესტსელერი, საუკეთესო თამაში, რომელიც ყველაზე მეტი, ესე ვთქვათ, ეგზემპლარი გაიყიდა. თამაშის შექმნაზე ჯამში დაიხარჯა დაახლოებით 270 მილიონი დოლარი, 140 მილიონი აქედან დაიხარჯა თამაშის შექმნაზე, ხოლო 130 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე, რამაც გაამართლა მეგობრებო და GTA 5 გამოდგა, ასე ვთქვათ, თავისი დროის, ანუ 2013 წლის ყველაზე გაყიდვადი, პოპულარული და კარგი თამაში. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Final Fantasy მე-7 ნაწილი. თამაში დაიხარჯა 214 მილიონი ჯამში, აქედან 100 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე. უკაცრავად, ხოლო 114 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Star Wars Old Republic. ჯამში თამაში დაიხარჯა 211 მილიონი, აქედან 200 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე, ხოლო 11 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე და PR-ზე. ამიტომაც ვაღიარებთ იმას, რომ სხვა თამაშებიდან განსხვავებით, მისი რეკლამა და PR იყო საკმაოდ სუსტი, ამიტომაც ბევრმა გეიმერმა არ იცის ამ ძალიან კარგი და გენიალური თამაშის შესახებ მეგობრებო. რაც არ არის კარგი, რადგანაც მართლა კარგი თამაშია, ოპტიმიზაცია ძალიან კარგი აქვს და გრაფიკაც ძალიან დახვეწილი. შემდეგი თამაში ეს არის Star Citizen. ჯამში თამაში დაიხარჯა 129 მილიონი მეგობრებო. აქედან 139-ვე დაიხარჯა მხოლოდ და მხოლოდ თამაშის წარმოებაზე და არანაირად არ დახარჯულა 1 ცენტიც კი მის რეკლამაზე და PR-ზე. შემდეგი თამაში ეს არის GTA 4, GTA 5-ის წინა ვერსია, ძალიან კარგი თამაში, ასე ვთქვათ, რომელიც მოგვითხრობს ნიკო ბელიკის ისტორიას. თამაშზე ძირითადად დაიხარჯა 110 მილიონი დოლარი, აქედან 100 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე და 10 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე და PR-ზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა GTA 4 გამოვიდა, ეს იყო 2008 წელი, ამიტომაც მაშინ 10 მილიონი დოლარით საკმაოდ სერიოზული რეკლამა და მარკეტინგი ჩატარდა ამ თამაშის, რამაც გახადა ის თავისი დროის ყველაზე პოპულარული თამაშად მეგობრებო და 2013 წლამდე სანამ გამოვიდა GTA 5, ის იყო ყველაზე კარგი და საუკეთესო GTA, ესე ვთქვათ, GTA-ის სერიაში. ამის შემდეგ მოდის თამაში სახელწოდებით Human. თამაში ჯამში დაიხარჯა 110 მილიონი დოლარი, 100 მილიონი დაიხარჯა თვითონ თამაშის შექმნაზე და დაპროექტებაზე, ხოლო 10 მილიონი დაიხარჯა რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე, რა თქმა უნდა. შემდეგი თამაში ეს არის Allpoint Bullet. ჯამში ამ თამაშზე დაიხარჯა 109 მილიონი დოლარი, აქედან 100 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე და დაპროექტებაზე, ხოლო 9 მილიონი დაიხარჯა ჩემო მეგობრებო თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე, რამაც გაამართლა და მის შემქმნელებს საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი ფული მოუტანა ბიუჯეტში. საერთო ჯამით. შემდეგი თამაში ეს არის Red Dead Redemption. ეს არის რა თქმა უნდა Rockstar-ის ერთ-ერთი შედევრი, რომელიც მე ძალიან მიყვარს ჩემო მეგობრებო. თამაში ძირითადად დაიხარჯა 109 მილიონი დოლარი, აქედან 80 მილიონი დაიხარჯა თამაშის შექმნაზე და დაპროექტებაზე, ხოლო 29 მილიონი დაიხარჯა თამაშის რეკლამაზე, PR-ზე და მარკეტინგზე. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისთვის. იმედია, ასე ვთქვათ, მოგეწონათ ჩვენი ტოპი ყველაზე ასე ვთქვათ, მაღალ ბიუჯეტიანი თამაშებით. ვეცდებით მომავალში შევარჩიოთ ასეთი ხასიათის ტოპ ვიდეოები და შემოგთავაზოთ სხვა უამრავი საინტერესო ვიდეოები ჩვენს ვიდეო არხზე მეგობრებო და იმედია ეს ყველაფერი გამოიწვევს პოპულარობას, ვიდეოების, თქვენს ინტერესს, ლაიქებს, კომენტარებს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207